Შემშვიდობისა ქართველებო, დღეს არის 24 ივლისი და ეხლა არის 4 საკლია 10 წუთი. ბევრს მოვენატრე, მეც მოვენატრე, ბევრს დავავიწყდე. ისაც დავავიწყდე, მეც დამავიწყდა. მეგობრებო, ეს პაუზა, რომელიც სულ აგერ იქნება, ჩაგერთვებით ხო, უზომოდ იწელება, როგორც ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ძალიან გაიჭიმა, თუმცა კი არის გადაწყვეტილი თითქოს, მაგრამ მე მაინც მიჩვენია, რომ 100% ვიყო დარწმუნებული რაღაცაში, რომ რაღაც ნაბიჯი გადავდგა. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხის დრო დადგა. ძალიან დიდი გარდატეხის დრო. ესე არ მიჭირდა მაშინ, როდესაც მე ამ გზაზე დავადექი ჯერ კიდე 33-34 წლის უკან და ეს დღე და რიცხვი იყო 1991 წლის 24 დეკემბერი. 2 დღის თუ 3 დღის დაწყებული იყო მაშინ პუჩი. მაშინ გადავწვიდე აი ამ გზაზე. დამგდარიყავი, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ძნელი, ყველაზე რიგი აღმოჩნდა, ნუ ეხლა რა პრინციპში კი ვიცოდი, მაგრამ თლად ასეთი არ მეგონა, რომ ამდენ ხანს გაიჭიმებოდა ამ ქვეყნის ბედიღბალი და ასე შემდეგ. მოკლედ ამის გამო რაც უფრო დიდ იდეას დაისახავთ მიზანს, ამას რა თქმა უნდა დიდი ბარიერი მოსდევს, დიდი ბარიერის გადარახვა სჭირდება დრო, ძალისხმევა, ყველაფერი. მე ძალისხმევას რა თქმა უნდა არ ვაკლებ 24 საათის განმავლობაში, არა 12 საათის, არამედ 24 საათის განმავლობაში, მაგრამ დრო თავისას აკეთებს და კიდევ ცოტაღა დააველოდები, ცოტაღა. მაგრამ როდესაც დავიწყებ უკვე იმ ბოლო ეტაპს, ეს იქნება ჩემი ცხოვრების მოღვაწეობის უბრალოდ და მოღვაწეობის ნუ პიკი, ასე ვთქვათ. სხვანაირად არ გამოდის, ვინაიდან ყველაფერი აქეთკენ წავიდა. და გვექნება დიდი რამ გადასაწყვეტი და გადასალახი და აიქ ყველას ერთად მოგიწევს მაშინ პასუხისმგებლობის აღება, რომელზედაც შემდეგში ვილაპარაკებ. მანამდე რა თქმა უნდა მე უნდა გაჩვენოთ ის, რომლის საშიშრობაც იყო, რომ ჩემი ის გვერდი დაებლოკად, რომელიც არაერთხელ და ორჯერ და სამჯერ და რა ვიცი რამდენჯერ მოხდა. ამიტომ შიშობდი, იმიტომ რომ მე ახალი გვერდი შექმნას კიდევ დასჭირდებოდა გვარიანი ხანი. შექმნას რა უნდა, დიდი ამბავი არ უნდა, 15 წუთი უნდა, უბრალოდ შემდეგ მეგობრების გადმოყვანა, ვიღაცების არ შემოშვება, რომელიც აი შემოიპარებიან და ნუ მოკლედ ერთი პროცესია მე. ამიტომ ვაჯობე დაპაუზება. მეგობრებო, მოკლედ სანამ კიდევ ამ საკითხებზე ჩვენ ვილაპარაკებდეთ, მე გეტყვით ერთ ფრიად საინტერესო ისტორია არ ქვია მას, ინფორმაციას, რომელიც ძალიან დაგვაფიქრებს. ყველა კი არა, პრინციპში ხა ვინც გაღვიძებული არის, ხო, ვინც გაღვიძებულია, ის კარგად ხვდება, რომ რაღაცა ვერ არის მთლად ისე ამ სამყაროში, როგორც ჩვენ გონია. გვეგონა უბრალოდ, ხო? მთლად ისე ვერ არის. მოდი ახლა მე პირდაპირ აგიხსნით ამ სიტუაციას. ყველაფერი მოდის დაკვირვებიდან, ხო? თუ ადამიანი არ დააკვირდა რამეს, თუ დააკვირდება ნებისმიერ მოვლენას, ადამიანების ქცევას, ცხოველების ფრინველების ცხოველთა სამყაროს ფლორა ფაუნა, ყველაფერს უნდა აკვირდებოდეს ადამიანი, ხო? იქიდან მე რაღაცები ეხსნება მას, ან იხსენებს, ან რაღაც ახალ იდეას ჩამოაყალიბებს. მოდით მე ახლა ასე გითხრათ. ჩვენ ხო ვიცით ისტორიიდან, რომ კოლხეთის დედოფალი მედეა
ხო, არ წამოსდენია დედოფალი ვთქვი, კი ბატონო, დედოფალი იყო, რომელსაც არ გვეუბნებიან ისტორიაში, რომელიც მერე თბილი მიაბეს იქ ბერძნებმა, რომ თვითონ შვილები მოკლა, ეს რა თქმა უნდა ზღაპარია. ეს იყო მსოფლიოში ცნობილი, ну, კოლხები თავისთავად იყო მსოფლიოში პირველი ცივილიზაციის, ასე ვთქვათ, დამფუძნებელი და შემდეგ კიდევ სხვაგან გამტანი. ხო? და რომ მედეა მიცოდა, ესე იგი, როგორ ვთქვათ, რო იტყვიან მეგრულად, რომ მიწის ქვეშ კიდე რაზდევს ის იცისო რა. ყველა ბალახეულის, მცენარეულის, ასე ვთქვათ, რას მკურნალობდა და ასე შემდეგ. მაგრამ გვიფიქრია კი მაგაზე, თუ საიდან მოიტანა ეს მედეა. მაგრამ მედეამდე კიდე ვიღაცამ ხო ასწავლა კაცო, ან დედამ, ან ბებიამ, ან ბიძოლამ, მამიდამ ვიღაცამ ხომ და ასწავლა კაცო. ხო? და საიდან მოიტანეს ეს მაშინ? ეს ოქროს გამოდნობის ტექნოლოგია კიდე იმ სამყაროდან მოდის, რკინის ჭედურობის საიდან მოიტანა ეს რკინის მასალა, ესეც შემდეგ წამლეულობა, ყველაფერი, მაგრამ საიდან ხალხო, აი ეს უნდა ვიფიქროთ რომელიღაცა, ხო? ეხლა მე აქ გავჩერდები და პარალელში მე აგიხსნით იმ სიტუაციას, რომელიც იქნება თქვენთვის გასაღები. რაღაცას მივხვდეთ. ესე იგი, ну, უმეტესობა მიცის, ახლა ვისაც ძაღლთან აქვს ურთიერთობა, გადი. ვისაც ძაღლთან აქვს ურთიერთობა, მე არ ვამბობ ახლა ვისაც ბინაში ყავს, მე ვამბობ ვისაც ეზოში ყავს ძაღლი. და თუ ეს ძაღლი პატარა იოტისოდან რაღაცის თუ დაავადდა და ან კუჭი ან რაღაცა თუ ატკივდა ნაწლავი თუ რა ვიცი რაც არ გიგეთქება, ხო? ის მიდის ბალახეულში, მცენარეებში, ხმნოსვით ხვდება თუ რომელი ბალახეული იქნება თუ მცენარეული მას მოუხდება წამლად. ხომასია, ეხლა ბევრი დამეთანხმება ამაში, ვინაიდან ეს ბევრი ხანია ცნობილია. ხო? ხომასია. ესე იგი, ამ ძაღლს ვინ ასწავლა? დედამ ასწავლა? მამამ ასწავლა? მე პარალელი გავლით ახლა მეცინათ რა გითხარი იმაზე. ვინ ასწავლა? არის ისეთი ძაღლები, რომელსაც ისა რა ქვია მშობიარებს, ასე ვთქვათ, დაყრიან ლეკვებს და ლეკვებს მიდიან და აჩუქებენ სხვებს. საერთოდ არ იცის მან დედამამა არ იცის. მას საიდან დასჩემდა ამ ძაღლს ასეთი ინსტინქტი, რომ კაცი შვილი მას არ ასწავლის. არც გენეტიკურად მშობლები და არც ისა რა ქვია პატრონი. პატრონი მით უმეტეს ვერ ასწავლის, ხო? ადამიანი. მას საიდან? მოდით ახლა შევაერთოთ ეს ყველაფერი. საიდან იცით მეგობრებო, მე ხარ ჩtildeს მომძემი რამენაირად, იმიტომ რომ ის მე ვერ მხედავთ ალბათ კარგად. ახლა მე დავაბრუნებ სადმე მანქანას. თორე დავაყენებ უბრალოდ წამით. საიდან ჩემო მეგობრებო და ეს ხო, ბარეგან მარტო ძაღლზე არ არის ეს. მარტო ძაღლზე არ არის. ეს ყველა ცხოველზე ასე, აი მაგალითად ტყეში რომ მოსალოდნელია წინასწარ, რომ მოსალოდნელია მიწის რა იქნება თუ ცეცხლი ან რაღაც კატაკლიზმა, ხო? ყველაზე პირველად ცხოველები და ფრინველები გამოფრინდებიან იქიდან. ქვეწარმავლებიც კი მიწიდან გამოდიან. გესმით? აი საიდან აქვს ამათ ეს ინსტინქტი? რომელსაც არავინ არ ასწავლებს. მაგრამ ხო აქვს ეს ინსტინქტი. ეხლა როგორც გითხარით, გადავაბად ერთმანეთს ეს ყველაფერი. ჩემო კარგებო, საიდან იცოდა მედეამ? აი იყიან ისე მისნები იყვნენო და იმით ხდებოდენო რა და კი მისნობაც არის რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ეხლა რომელიც არავისგან არაფერი არ გისწავლია ისეთი რამ, ნუ ეხლა როგორ შეიძლება გამიგე? კი არის რაღაც 15-20% მისანს ეძახიან, რომ ყველაფერი ხდება და ასე შემდეგ, ხო? თუნდაც იმ სამყაროსი რაც არ გინახია.
მაგრამ დანარჩენი 85% ხო ესე არ ხდება. საიდან იცოდა ახლა მედიამ ან მისმა წინაპრებმა და საიდან იცის ეს ძაღლმა და ცხოველებმა, ცხოველთა სამყარო. ხო გავს ერთმანეთს. ხო გავს. გავს იმიტომ რომ ჩვენ ადამიანების ისეთნაირად გაგვაჩინეს ოღონდ არა ისე როგორც ბიბლიაში წერია. არავითარი თიხა და სული შაბერვა და რაღაცის манипуляცია ეს არის ხაბარია რომელსაც უკვე ვინც გაღვიძებულია ეს უკვე ხდება რომ ეს არის უკვე ის რა ქვია როგორც გითხრა დამონებლებისთვის ხაბარი. ეს არის ყველაფერი ბლაბლაბლა შემოგარგება და ახლა ვიღაცები ახტება, წამოხტება და ახტება, აიდარდები, აქ ბიბლიაზე რას ამბობს და რას ამბობს. ბიბლია კი არა 2000 წელია გვაბიტურებენ ხო? და არც ღმერთია ისე, რომელსაც ჩვენ ნახატებში წარმოგიდგენთ ღრუბლებზე მჯდომი, თეთრი მიწვერებით და ასე შემდეგ, ამაზე ცალკე ლექციები მქონდა, ვიდეოები და ერთი ამბები არ გამეორდები ხა არ გამძელდება. ესე იგი ჩვენს კი არა პირველ რიგში ჩვენ არა ჯერ ცხოველთა სამყარო გააჩინეს და შემდეგ შექმნეს ჩვენს და ეს ჩვენში იდო თავიდანვე იდო ეს ყველაფერი აი ის რაც დღეს ძაღლსა და ცხოველებზე მოიყვანე მაგალითი ჩვენშივე იდო ეს მაშინ მას არ ჭირდებოდა ექიმი გესმით ადამიანი რო დაავადდებოდა ძალიან იშვიათად იმ დროს გაჩენის დღიდანვე აჰა რო დაავადდებოდა ის თავისით როგორც დღეს მე მაგალითი მოგიყვანე ძაღლზე თავისი ინსტინქტით ყნოსვით პირველ რიგში ირჩევდა იმ სცენარიულს წამლად რომელიც მას მოარჩენდა გესმით ახლა ეს რას ნიშნავს და ამის გარდა კიდე ბევრი რამ ქონდა ადამიანს თავიდანვე და რომელიც მას წაერთვა ნელა წაართვეს რა უბრალოდ დაუუქმეს აი როგორ არის ტვიში ხო რაღაც ბლოკები რო არის ხო ერთ პერიოდში ეს დაგიბლოკავენ მე მეორეს დაგიბლოკავენ მესამეს და მე ხდები ცალტვინა ან უტვინო თლად გესმით დღეს ჩვენ ისე ვარ დამონებული ადამიანები რომ სცენარული ცნობა კი არა ადამიანს ვერ ვცნობთ მართლა ადამიანს ვერ ვცნობთ კაცსა და ცუცს ვერ ვარჩევთ გესმით აი ძალიან მოკლე აგერ 33 წლის ამბავს გეტყვით ახლა ბოლო 33-35 წლის ამბავს ხო ჩვენ ისე გაგვაბითურეს რომ მართალწყვილი ერთმანეთში აგვირიეს და საერთოდ აგვაჩნდა რომელია მართალი დღეს ტყუილიც მართალი გონია ტყუილი კიდევ მაინც ტყუილია და ის ტყუილი კიდე გვირჩევნია ეხლა მე საითკენ მიყვას ეს საუბარი რომ აი თუ მივხვდით იმას რომ თავიდანვე ასეთი იყო ადამიანი და დღეს თუ რაც არის მონა ადამიანი დღეს უკვე გადაქცეული იმიტომ რომ უკვე დამოკიდებულია არ იქა იმაზე რა ასეთყვის მას ექიმი იმიტომ რომ ექიმთან უნდა მივიდეს როდესაც თვითონ ეძიებდა თავიდან ლადი გამარჯობა რამდენი ხანი არ მინახება ვერ დაგელაპარაკე თვითონ იყო მკურნალი თავისა დღეს იძულებულია მივიდეს ვიღაცასთან რომელიც უწევს რაღაცა წამალს რომელიც არის არა წამალი არამედ საწამლავი და კიდე უარესი რომელიც თვითონ ექიმმაც იცის რატომ იმიტომ მისი პროტოკოლია ასეთი და ჩვენ კიდე კმაყოფილი ვართ იმით რომ რაღაც წამას გამიგდა ერთი კვირა ორი კვირა ან ერთი თვე რაღაცა მიგვიტოვებს ტკივილი მაგრამ ის არასდროს არ ხდება მკურნალი ვინაიდან შენ წამალი არასდროს არ განკურნავს იმიტომ ეს არის მსოფლიო მაფია შენ იმიტომ კი არ გამოიგონეს აფთიაქები და ექიმები რომ შენ იყო ჯანმრთელი იმიტომ არის აქ აფთიაქები რომ სავსე არის სოკოები ხო ეხლა თლადიქით კიდე კითხვები დაიბადება ვიღაცებს და დაიბადება ვარაღამ იმასაც არავითარი
თიხა, სულისთაბერვა, წყალი და სასუქი და ეგეთი რაღაცებისა ადამიანი არ შეიქმნება ხალხი. არ შეიქმნება. ეს არის ზღაპარი მონებისათვის. ვისაც ჯერავს კიდე დაიჯერო რა ხარ აქვს, ხო? უკვე 21 საუკუნეა 22-ში გადავა მალე კაცობრიობა და კიდე ამას ვერ ხვდება, ანუ ახლა რა ვქნა, ხო? მაგრამ ეხლა გერთმეთ ერთ ამბავს, რომელიც როგორც გითხარით, დიდი ხანია ეს რაღაც თვალი ჩაბაჭუნები გითხარით, რომ ამაზე მექნება საუბარი, იმაზე მეუბნება საუბარი. მე თბილისში რო ვიყავი, თინათობურია უნდა გამიძახა, ესე იგი 4-დან 3 გადაცემა რო ჩამიკედეს, მე იქ ერთ-ერთი გადაცემა იყო სწორედ იმაზე საუბარი, რომელიც ის ამომიგდეს რა თქმა უნდა. ამის შემდეგ მე საერთოდ ტელევიზიაში არ მეგზავნა, საერთოდ. და ეხლა ის რაც მე მინდოდა, სული და გულინდა, რომელიც ვერა და ვერ მოხერხდა ბოლომდე ის ალტერნატიული ტელევიზიის შექმნა და ან ინტერნეტზე რაღაცა, ნუ მოკლედ სერიოზული ესა და ისინი მიხვდნენ, რომ ეს ძალიან იქოქებოდა ეს საკითხი, ამიტომ მათ გააჩინეს ეს არის გიტლერის ასე ვთქვათ ტექნოლოგია, როდესაც მოწინააღმდეგე არის ძალიან ასე ვთქვათ ახლო შენთან მოსული ტერი და ანაცვლებ მას იმ პარტია დაარქვი მაგას, ჯგუფი დაარქვი თუ ორგანიზაცია, რომელიც იქნება მისი შემცვლელი. რომ ხალხი გადავიდეს იქით. ზუსტად ეს ტექნოლოგია არის, ასე ვთქვათ, ეხლა ის ახალი გაერთიანების, დიდი გაერთიანების სახით, რომელსაც მალე იხილავთ თქვენ და ყველანი მაყოფილი დარჩებით, იმიტომ რომ ყველა ისეთი სახეა, რომელიც ყველას გესიამოვნება და ყველა არის ილიას სექტის წარმომადგენელი. კაცისა, რომელიც 33 წელიწადია თავქვე დაგვამხო. სულიერად, ყველანაირად. ხო, ეხლა მე ისეთი თქმა მინდოდა კიდე რომ ესე იგი იმ საკითხის ის მინდოდა თქო, ესე იგი ჩვენ ესე იგი ბავშვი ვიყავი მე, სადღაც მერვე კლასში ვიყავი, ზებირად მახსოვს, როდესაც არ ვიცი რა საკითხზე საუბრობდით, მაგრამ მეგობარმა მითხრა ასეთი უпроსტოდ ჩამჩურჩულასავით. ეგ ვერჩი მედგა და ჩუბად მითხრა. არ ვიცი ესა იყო, გადი კაცო, გითხრა გზაზე. ესე იგი შენ იციო რომ იაპონელებს უთქვამთ ასეთი რა ამბობენ ასეთ რამეს რომ ჩვენო დედამიწელები ვარდო ექსპერიმენტის სახით და ვიღაცა უცხო პლანეტელებმა ჩამოგსვაო აქ მერვე კლასში. ნუ ეს იქნებოდა სადღაც 1984 წელი. გესმით ახლა მე როდინდელ დროს გეუბნებით. და იმის შემდეგ საერთოდ მიბლოკებოდა კაცობრიობა და ყველაფერი გაგარინიც იმიტომ მოკლეს რომ დაინახა იქ რო აფრინდა სემოდა რომ დედამიწა არ იყო ბატონო მრგვალი და დედამიწის ჩვენს იქით კიდე თურმე სხვა სამყაროებია გამიგე და ეს დალევა უყვარდა და ამას ბევრი რამ წამოსდებოდა დალეულზე ხო იცი ადამიანს საერთოდ და გააკრეს დროზე ადრე ბევრი სამყაროება არსებობს ჩვენს ირგვლივ ჩვენ პლანეტებს ვეძახით ის უკვე ჩვენს ირგვლივ არის და სხვადასხვა ეს ბიბლიაშიც წერია, ინდურ ფილოსოფიაში, წმინდა წიგნებში კიდე წერია, ყველგან წერია ეს კაცო, უბრალოდ არ ვიდა ჩვენ დაანახვა. არიან ისეთი რა, რომ ჩამოვიდენოთ ციდან, ისინი ჩამოვიდნენ ციდან და მე აქ შეეყარნენო აქაურ ვიღაცებს, ხო? გამიგეთ, მე ამათი ერთობლივი ცხოვრებით გააჩნდა ერთი ადამიანთან ნაშთი, მეორე კიდე ნახევრად ცხოველური მასზე ინსტინქტზე დარჩენილები, გამიგეთ? აი ეს ანგელოზებს რო იძახიან ზემოდან ჩამოსულები, ისანი ვინც აქ დარჩნენ და ვინც მე შეჯვანენ აქაურებს. გამიგე? ამის აქიდან გამომდინარე გამრავლდა ეს ასე ვთქვათ კაცობრიობა. თუ არა ბიბლიაში რო წერია, იქ მარტო იმის მოდგმარი, რა ქვია, ერთი შტოარი კაცო. აბა საიდან მოვიდა ეს ზანგი, იქ ესე თვალებიანები და რა ვიცი რამდენია კაცო, ყვითელკანიანები და ეგრე არც ერთი არ წერია, მაგრამ საიდან მოვიდნენ ესე?
ვინ ჩამოყარა ეს? გამიგეთ, ამიტომ დროა რომ რეალობას გაუსწორო თვალი. ჩვენ ვართ კი ბატონო რაღაც დიდი ექსპერიმენტის ასე ვთქვათ სახით ამ დედამიწაზე. თუ რატომ და რისთვის ეს უკვე სხვა თემაა. მაგრამ იმას მეც უნდა მივხვდეთ რომ ჩვენ ვართ იგეთივე პრინციპში, აი გეტყვით ახლა ბევრი კინო არის ასეთი გადაღებული, რომელსაც რაღაც თამაშებზე ძახიან, გამიგეთ, აი ვიღაცები მილიონერები დადებენ ფსონებს, ვიღაცებს გამოიჭერენ ხალი, კაცი, გოგო, ვაჟი, არა აქვს მნიშვნელობა და შეყრიან კლდეში, ის ტყეში, არ აქვს მნიშვნელობა და მივისებენ ფინის აქედან იქამდე უნდა მიხვიდე, ვინც ცოცხალი მივა, გამიგე და ესენი აქ ფსონს დებენ და ამაზე кайფობენ, ასე ვთქვათ. ნუ ეხლა ძალიან უხეში ვის არის რა მიდგომა არის, მაგრამ პრინციპში ასეთი არის, გამიგე, მიდგომა იმ ვინც შექმნა ეს ჩვენი დედამიწა და ჩვენი კაცობრიობა. კაცობრიობა რასაც უძახ. ადამიანი. გესმით? თუ არა მაგაზეც ვილაპარაკებ, რომ ადამიანისგან შექმნაო, ნეკნისგან შექმნაო, ევაო კაცო რა. მაშინ დღეს რატომ აქვს ადამიანს მამაკაცებს 12 ნეკნი კაცო. დაი და მე არ წერია იქ ვინმე ჩაუდო, გამომფელა ის ნეკნიო. გესმით? ნუ ეხლა ამაზე კიდე ცალკე მქონდა ლექციები, ნუ რა ვიცი, არა მაქვს დატოვებული საკითხი, რომელსაც მე არ მისაუბრე. არ არის, რა ვიცი, აბა. მიუხედავად ამისა, კიდევ რამდენს ისმენს ადამიანი, კიდევ უფრო ბევრი კითხვები ებადება და ეხლა ძალიან ბევრს ეხლა ყველას მე ვერ გავცემ პასუხს, ხო, მაგრამ მე რაღაც იმ რომ მივდივარ ერთ კალაპოტში, ხო? იქიდან გამომდინარე თქვენ უნდა იფიქროთ ადამიანებმა, მეგობრებმა უნდა იფიქროთ და იმის პარალელურად ამ ფიქრში იმასაც უპასუხებთ მე თუ რა ყველა კითხვაზე რას დაგეღო ყველაფერს ნუ მომაკვით, გიგეთ? იმიტომ გეუბნებით ამას რომ თავად იფიქროთ ხალხო. გესმით? და მომენტ ახლა რაღაცა დაგებადათ და უცებ მეკითხები, დაგებადებათ მეკითხები. შეუძლებელია ამდენზე პასუხი. იმიტომ ვამბობ კიდევ გეუბნებით დოკუმენტებს, იმიტომ ვიძლები ისეთ რაღაცა, რომ ცოტა ფიქრის საშუალება რომ მოგცეთ თქვენ თავად კიდე. იმიტომ რომ იმ ფიქრიდან შემდეგ მეორესაც უპასუხებ და მესამესაც. ასე რომ ჩვენ ვართ დიდ აკვარიუმში ხარ თუ იმაში ზოპარკში თუ სადაც ვართ ეს არის ჩვენი გამოსტის პერიოდი, ჩემო კარგებო, კაცობრიობის და გვაკვირდებიან გამოვა ამადგან ვინმე თუ რა, მე თუ რა. ამაზე ცალკე მექნება მე სასაუბრო თუ მივედით იქამდე კიდე. მაგრამ ბევრს კიდე დანახია, ალბათ უკვე გაახშირდა ძალიან დიდი ხანია ისეთი ვიდეოები, რომელიც მიგვახვედრებს ადამიანებს სად ვართ, ვინ ვართ, რა ვართ და რაც წარმოვადგენთ. ჩვენც აგვართვეს მეთობა, ანუ როცა თვითონ ადამიანი იყო თავისი მეტი გადამწყვეტი თავისი ბედის ეს წაგვართვეს და ჩვენ უკვე ვართ დამონებული კაცობრიობა, რომელიც ყველაფერს სხვაზე ვარ დამოკიდებული. აი ეს არის და ეს. კარგით, ჩემო მეგობრებო, როგორც გითხარით, ძალიან დიდი გარდატეხის წინაშე ვდგებარ და თქვენ კიდე მოგიწევთ ამ პროცესში ჩართვა, მაგრამ ეხლა რა დღეა დღეს? ხუთშაბათია, ხო? რა ვიცი, პარასკევი, შაბათი ვნახოთ, აბა ან კვირას, ან ორშაბათს აუცილებლად ჩაგერთვებით სერიოზული განაცხადით. სერიოზული განაცხადით. შემდეგ იმ ვიდეოებსაც დავდებ. ასე რომ მოემზადეთ, მე არცად არ წავსულ ვარ, მე ყოველთვის 20 საათი ჩათვალეთ, რომ თქვენს გვერდითა ვარ, უბრალოდ არის დიდი გადატეხის პერიოდი. ძალიან დიდი. რა, ამას უნდა ადეკვატურად პასუხი. უნდა გაეცეს. კარგით. ენუქიზე ვინ მეკითხება ვარშანიზე, ხალბატონო ლია, ენუქიზე მე ვილაპარაკე ვარიანი ხანი მაგაზე. ხო ვიყავი თბილისში კიდე მე იქიდან რო წამოვედი, ნუ წიგნის თანხაც მივეცი ბატონო, რაღაცა არ მახსოვს 150 თუ 200 ლარი. დაბეშტე მე ვთხარი, რო აგროვებდა 50 ლარზე დაბეშტე და მე თუ რაღაცა თუ გამომიგზავნე, თუ არ გამომიგზავნე, ქვეყანა არ დაიგზავნა.
შემდეგ მომიბრუნდა და 4-5 ადამიანი გამოაჭენა და ნომერი პირველად მე პატივი მისცა, ნომერი პირველად მე გამომაჭენა. გამოგვანძღა ჩემიანად ყველა ერთად და ორიული კანონია რა, ნუ მოკლედ ასე. კარგი. ყველაფერზე მაგ ნალაპარაკე. ამიტომ თხოვთ, როდესაც თუ ხარ მეგობრებში, უნდა მასიურად უყუროთ იმას, რასაც მე ვდებ. იმიტომ ზოგიერთი მეგობარი მეკითხება იმას, რაც 1 თვე და 2 თვე მაგს აქტიურად ჩემს გვერდს. მე უნდა მოვძებნო, უნდა ჩაუგდო და დროს მართავს. კარგით, მეგობრებო, აბა კარგად, ძალიან ახლო მომავალში, შეხვედრამდე.